მარიკა მაიკო დობორჯგინიძე. ჩემთვის შუა ქალაქი არის უკვე ცხოვრების წესი და ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი. ანანო მარიამ ჯოლოგუა. ქეთევან ღლონტი თამუნა ნიკოლაძე. შუა ქალაქი არის რაღაცა უცხოელი რო ჩამოდის ანახებენ მცხეთას რაღაცა შუა ქალაქს დაახლოებით აი რაღაცა ამ დონეზე. თამარ ღლონტი თათული ედიშერაშვილი. რეიტინგების მიხედვით შუა ქალაქში არის ყველაზე პოპულარული გადაცემა საქართველოში. სანდრო ჯაბა კილაძე. ამ სერიალს როგორც მინიმუმ რამდენიმე წლიანი მომავალი აქვს კიდე. დათო გოგა ბარბაკაძე. ძალიან მინდოდა რომ წარმატებული ყოფილიყო და ყველას გვინდოდა. იმდენად გვინდოდა რომ ალბათ მაგიტომაც გამოვიდა წარმატებული. და ირაკლი ოთარ ტატიშვილი. ეს ჩაწერის ბოლო ეტაპია. დარბაზში და შემდეგ ტელეეკრანებთან მაყურებლის გახალისებაზე ზრუნვა ერთი კვირით ადრე სცენარისტების ოთახში იწყება. თავდაპირველად ირაკლი ვახტანგიშვილი და ირაკლი კაკაბაძე აუტლაინზე მუშაობას იწყებენ. ახლა მესამე სეზონის მეხუთე და მეექვსე სერიების აუტლაინის დაწერის ჯერი დგება. მეხუთე მეექვსე სერიის აუტლაინი არის ისტორია რა უნდა მოხდეს ამ სერიაში. ზოგადად დაწერილი რაღაც ერთ გვერდზე, ანუ მოკლედ დაწერილი მთელი ის ინფორმაცია, რაც შემდეგ იწერება და ბევრი გვერდის სახით ქვია სცენარი. ერთ გვერდზე დაწერილი ამ სცენარს ქვია აუტლაინი. აუტლაინზე მუშაობა მთელი დღე გრძელდება. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ სცენარისტები საკუთარ იდეებს ერთმანეთს უზიარებენ. ირაკლი და მარიკა ჩხუბობენ, და მარიკა გარბის დედამისთან. აფხოდო არისო იქით ისინი ჩხუბობენ. ქეთევანი და ლაშიკო. აზრთა გაზიარების შემდეგ საუკეთესო ვარიანტი ირჩევა. ასე იწერება ორი სერიის აუტლაინი, ანუ მოკლე შინაარსი. ორივე სცენარისტი თანხმდება, რომ მეხუთე და მეექვსე სერიების მთავარი მოვლენა ოჯახურ კონფლიქტებზე უნდა იყოს აგებული. მესამე სეზონი დაიწყო ოჯახური კამათებით, მე ასე დავარქმევდი. იმიტომ რომ რაღაც ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილია, ხო, ოჯახში ჩხუბი, კამათი, რომელიც მე აუცილებლად შერიგებით და ბედნიერად მთავრდება. ესეც ხო ჩვეულებრივი ოჯახია, ჭეიძეების, გლონტებიც. აქაც ხდება ხოლმე მსგავსი სიტუაციები. ჩხუბი. მას შემდეგ, რაც ორივე სერიის აუტლაინი დაიწერება, მას დანარჩენი სცენარისტებიც ეცნობიან. მზად არის? უარყო. რასია უარყო. გოგა. ირაკლი სცენარისტებს თითოეული სცენის მოკლე შინაარსს თანმიმდევრობით აცნობს. სახლი ჩხუბი მარიკა მიდის, ანუ ირაკლი და მარიკა სერიოზულად დაცხებენ, სავარაუდოდ მიზეზი გვაქვს ის, რომ გუშინას თვრალი მოხვედი. პირველი სცენის აუტლაინი აი ამ დონეზეა მოფიქრებული და შემდეგ უკვე თითეული ხუმრობა, კონკრეტული ხუმრობები იმაზე რა უნდა თქოს მარიკამ, რა უნდა თქოს ირაკლიმ, რა უნდა თქოს დათომ ამ სიტუაციაში ჩხუბის დროს ეს უკვე მე შემდეგ სცენარისტებთან ერთად იწერება და უკვე აუტლაინის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი. გლონტებთანაც ჩხუბია, ლაშა და ლაშა მიდის. ანუ იგივე მუღამი ხდება, რაც პირველ სცენაში ოღონდ გლონტებთან ლაშა მიდის. სანამ სცენარისტები აუტლაინს ბოლომდე ეცნობიან, ღამის შოუ სტუდიის დირექტორი და დიზაინერი ვანო ჭელიძე მხატვართან ერთად ახალი სერიების დეკორაციის შესაქმნელად მუშაობას იწყებს. აუტლაინის დაწერის შემდეგ მან უკვე იცის, რომ ახალ სერიებში ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედება სახინკლეში ვითარდება. ყველაფერი უნდა იყოს აგური. ხო, ტრადიციული ქართული. როგორც იქ არის რა. ემაც სახინკლეში. ანუ ზუსტად ისეთი ქართული აგურით გაწოლილი ძველი ხარჯები გვინდა ნივთები. დეკორაცია შუა ქალაქის შემთხვევაში და საერთოდ სატელევიზიო გადაცემის ნებისმიერ შემთხვევაში არის ყველაზე ერთ-ერთი მთავარი. ყველა რა თქმა უნდა თვლის, რომ ეს რგოლი უფრო მნიშვნელოვანია ეს რგოლი, მაგრამ დეკორაციაც ისეთი მნიშვნელოვანია როგორც სცენარი, როგორც სახეობის შესრულება და ასე შემდეგ. ტიხარი უნდა იყოს რაღაც ისეთი აჟურული და ისეთი, იმიტომ რომ უნდა ჩანდეს, რომ აქ ეს რაღაც ჭრილი უნდა იყოს. თავდაპირველად სახინკლის დიზაინი ფურცელზე იხატება და მის სისრულეში მოსაყვანად დიზაინერებს და დეკორატორებს რამდენიმე დღე რჩებათ. დილის სცენაში ხო იჭუბეს მარიკამ და იმან. ირაკლი წავიდა, წასული არ არის ირაკლის სახში. მარტო არის დათო, მოდის სანდრო.
სცენარზე მუშაობას რამდენიმე დღე ეთმობა. სცენარისტები ახლა იმ ისტორიას იფიქრებენ, რომლითაც სანდრომ გოგონები უნდა მოხიბლოს. ამ ისტორიის ირგვლივ ხუმრობების მოფიქრებას 20 წუთი ეთმობა. 60 წუთის მანძილზე ვცდილობთ რომ მოვიფიქროთ ბევრი და სასაცილო ხუმრობა. მე 20 წუთის შემდეგ ერთმანეთს ვუკითხავთ ჩვენს მიერ მოფიქრებულ ხუმრობებს და ვირჩევთ საუკეთესოებს. ისტორია ვიფიქრე გერმანიაში ქალაქ ჰაიდელბერგში ვიყავით. იმიტომ დინარ ნეკარის მარცხენა სანაპიროზე ფილოსოფენ ვექს გაუდექი და ეს ის გზა არის სადაც ადრე კანტი, ჰეგელი და შოპენჰაუერი დადიოდნენ. ვიფიქრე რომ ვინ შოპენჰაუერის რაღაცებს ეკითხება. დავიწყე ფიქრი, ნუ თუ რა დღის ეს ცხოვრება, რაღაცა ესეთი რა. და მივხვდი რომ მარტო კანტი უნდა თქვა. და მე მივხვდი რომ ჭეშმარიტება სიყვარულში იყო. და რჩერდება. მე ამერე მორჩა ისტორია ესე უნდა რა. შენ ისტორიას რო ყვება რაღაცა ჰაიდელბერგში. რომ მკითხონ ჰაიდელბერგში საიდან მოხდიო, ეგრევე უნდა მეხა ლონდონში ზალობდი. ის იქვეა. საიდან წამოვიდა ისტორია? ისტორია რა საუბრობიო გოგოებს რამე ისტორიას. აუ კი მაგარი ისტორია მოკერთია სანდრიდას. ეგეთი ისტორია ნახე მაგარია. ადრე 10 ღერი სიგარეტი მოწია ზედიზე და თავბრუ დამეხვა. ჩერ. ეს ქვასახე რო ისე იყო. ამას უყავთ გოგო ეს. ხო დაგევასა ესე. საერთოდ როგორ გეკარებიან გოგოები შესაძოდაო და მე ატენის თავის ჰაიდელბერგს. ყოფა. ასე იწერება დანარჩენი სცენების ხუმრობებიც. ხშირად მოფიქრებული ხუმრობები ემთხოვა ერთმანეთს. ნუ ზუსტად ხო ვერ დამთხოვა, ალბათ იდეა ემთხოვა უფრო. და მათ შორის საუკეთესო რომელიც არის იმას ის ხდება მე სერიალში. ცისანას ველაპარაკება რა. ისე ცისანადი ხო არ ჯობია რომ ირაკლის თქვენთან გადმოვიდეს და მან დიყავით. სახლს მე მოული არა, ერთი წუთიც არ დავტოვებ. აი ეგ მქონდა და მე არ მქონდა მე უკეთეს. შაბათ საღამოსთვის უკვე რეჟისორს აქვს შინ კომპიუტერში ან რაღაც ფორმით აქვს მთელი სცენარი 2 სერიის. და აქვს კვირა იმისათვის, რომ თავისი რეჟისორული ცვლილებები შეიტანოს. ყოველ ორშაბათ სერიალის რეჟისორი გოჩა კორხელაური შემოქმედებით ჯგუფს ახალი 2 სერიის შინაარსს აცნობს. ზადა ხარ ყველა. მე ხუთეს პირველი. ჩხეიძეების სახლი, მარიკა დათო და ირაკლი არიან აქ მონაწილეები. ჩხეიძეების სახლი მარიკა დღესავზარელოში აუთოებს კაბას. სადარბაზიდან შემოვლების ვარჯიშიდან დაბრუნებული დათო მირბის მარიკასთან ხელში უჭერს ნაჭერი, რომელიც ნომერია დაწერილი. ეს არის ნაჭერი ეკა. წაკითხვა სერიალის მხატვარი ეკა ამაშუკელიც ესწრება. ეს წაკითხვა ერთ-ერთი ისეთი ეტაპია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მხატვარი ესწრება, იმიტომ რომ ყველა რეკვიზიტი მოინიშნოს, რა არის საჭირო. სახეების დასწრება და ყველა ოპერატორებისაც რაც შეეხება ის არის იქვე განხილვა, ანუ გამოცდასავით არის პირველი სცენარი თუ სასაცილოა იქვე იგრძნობა წაკითხვის დროს. არის ხოლმე რომელზეც ეჭვი გეპარება და დარწმუნდები რომ ეს არ ვარგა და ამოიღებ და დროს აღარ დაკარგავ ამის საკეთება. ოთახიდან გამოდის ირაკლი თაღი. თოვლი იყოს, მაგრამ არ აციოდეს პაჩკა დულში. ორშაბათი დღე არის წაკითხვის დღე და ძალიან საინტერესოა მართლა. არასდროს არ იცი რა მოგიმზადეს სცენარისტებმა. აი არასდროს მაგალითად ერთხელ მივედი წაკითხვაზე და დამახვედრეს სიმღერა. სიმღერა რომელიც არასდროს არც მომისმენია და გაგონილიც არ მქონდა. რომ ასეთი სიმღერა არსებობს ხა. და რომ გონია რომ იმეცადნენ გენერალური რეპეტიცია სამშაბათს ჩაწერის წინა დღეს გამოვედი და მიმღერე სულ სხვა რაღაცა. თოვლი იყოს მაგრამ არ აციოდეს. პაჩკა დოლარები ციოდეს. შემდეგ იმ დღესვე წავედი თავიდან იმეცადნენ ჩაწერაზე ზუსტად ისე მიმღერე როგორც წინა დღეს რეპეტიციაზე, მაგრამ ნუ იქ უკვე აღარავინ აღარ გამაჩერა, ეთქობა ჩათვალეს რომ ეს მომსმენელსო მაინც ვერ ისწავლისო და რაც შეეხება წაკითხვის პროცესს ძალიან სახალისოა და ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია აი ამ სერიალზე მუშაობის დროს. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი შოუ კულმინაციას აღწევს სიძე სტუდიაში. და შემოდის ლაში. კეთევანი დგება და ორივე ერთმანეთს უყურებენ. ლაშა კეთევანი მე ბევრი ვიფიქრე და კეთევანი ლაშიკო მეც ბევრი ვიფიქრე და დათო ერთი წუთი დგება შუაში. აი ასეთი ჰეპი ენდი დამთავრდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. რა მოხდება ჩხეიძეებში ამას მომდენო შოუებში შეიტყო. ნახავთ.
სტაშით სცენარის მოწონებას გამოხატავენ. ახლა მთავარია ახალი სერიები მაყურებელს მოეწონოს. ტელემაყურებელს სერიალი ძალიან რომ მოსწონს ამას ღამის შოუ სტუდიის დამკვეთი. ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი ნა ბარათაშვილი რეიტინგზე დაყრდნობით ადასტურებს. საერთოდ ტელებაზარზე რაც კი პროდუქტია საქართველოში ყველაზე უფრო მაღალი რეიტინგის მქონე არის შუა ქალაქი, ამას ადასტურებს ყველანაირი გამოკითხვა თუ გამოკვლევა. თან რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ამ სერიალს აქვს მუდმივად მზარდი სტაბილური რეიტინგი. სერიალი რეიტინგული რომ იქნებოდა, მის შემქმნელებს თავიდანვე არ ეპარებოდათ ეჭვი. თუმცა იდეის დაბადებიდან ეთერში გასვლამდე სერიალმა დიდი და რთული გზა გაიარა. შუა ქალაქის ნაირი ფორმატის გადაცემის გაკეთების იდეა ჩვენ ძალიან დიდი ხანია გქონდა. გეტყვით, ჩვენ 2003 წელს დავიწყეთ ღამის შოუს ფორმატის გადაცემის კეთება, შემდეგ დავამატეთ სკეჩების შაბათის შოუს ფორმატი და ყოველთვის, როდესაც ამ გადაცემას ვაკეთებდით, გქონდა სიტუაციური კომედიის გაკეთების სურვილი, რადგან გქონდა ფრენდსის მაგალითი. ფრენდსი ანუ მეგობრები ამერიკული სერიალია. იგი 11 წლის განმავლობაში გადიოდა ეთერში და დღემდე დიდი პოპულარობით თითქმის მთელ მსოფლიოში სარგებლობს. სერიალი შუა ქალაქში ფრენდსის ანალოგია. შესაბამისად, ღამის შოუ სტუდიის დამფუძნებლებმა სერიალის გაკეთებაში დახმარება ამერიკელებს თხოვეს. მივმართეთ ჩვენს ესე იგი ამერიკელ მეგობრებს, კოლეგებს, პროდიუსერებს, რომლებმაც აღგვითქვეს დახმარება ამ საქმეში, როგორც სხვა საქმეებშიც დაგხმარებიან. და მოკლედ გავემართეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ პროდიუსერებთან და სცენარისტებთან შესახვედრად, რომლებიც ასეთი ფორმატების კეთებით იყვნენ დაკავებულები. ქართველმა სცენარისტებმა და პროდიუსერებმა ამერიკაში დეტალური კონსულტაციები მიიღეს. To the table, and we'd all, punch it up, write some more jokes for it, fix it as a group, and then we would go to the stage with that. In our situation, it's different because we room write everything, which means we think of the story, and then we from the beginning write the script all together. გაირკვა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა სცენარის დრამატურგიას და ასევე დეკორაციას ენიჭება. ამერიკაში ვიზიტის ყოფნისას მე პირადად ვიყავი იმ პავილიონში და ვნახე ნამდვილი ფრენდსის სტუდია როგორ იყო გაკეთებული. ამან დიდი ის მომცა, რა ქვია, ანუ ფაქტიურად ვისწავლე როგორ უნდა გამეკეთებინა ეს ყველაფერი. ამ ხალხმა ეს იყო 12 პროდიუსერი, ჩვენ გვასწავლეს ფორმატი. და მოკლედ ჩამოვედით და უკვე დავიწყეთ კასტინგი შუა ქალაქშის შესაქმნელად. კასტინგის გამოცხადების შემდეგ მასში მონაწილეობის სურვილი ბევრმა მსახიობმა და არამსახიობმა გამოთქვა. თუმცა რასახის პროექტის კასტინგი მიმდინარეობდა, ზუსტად არავინ იცოდა. იცი ხო? სადახარ. კი, ვიცი და ახლობით ვიცი და თქვენც თუ მეტყვით, კარგი. სერიალს ვაკეთებ, კომედიურს და კასტინგი გვაქვს მსახიობებთან და ყველასთან პრინციპში. იუმორისტული რადგან იყო, ველოდი რომ რაღაც უფრო მხიარული კასტინგი იქნებოდა. მე მომწონს რაღაც ჩვეულებრივი დავალება, როგორც მე მახსოვს, იყო რაღაც ვაკანსია, სადაც მივდიოდი, არ ვიცოდი რა ვაკანსია იყო. თქვენ ალბათ განცხადების თავობთ. დიახ. ძალიან კარგი, 37 ხართ თქვენ. ძალიან კარგი, 7-იანი ბედნიერი ციფრია ჩემთვის. რატომ ამიყვანეს არ ვიცი. რადგან ამდენ ადამიანში ეს ჯგუფი შეიკრიბა, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცით გამორჩეულები იყო. რაღაც მე ვთვლი, რომ იყო ესეთი ფართო სპექტრი, რომლებზეც შეიძლებოდა რაღაცა საინტერესოს გაკეთება. კასტინგში მონაწილეობა 600-მდე ადამიანმა მიიღო. თუმცა ფორმატის მიხედვით პროდიუსერებს მათგან მხოლოდ 6 მსახიობი უნდა შეერჩიათ. სხვათა შორის 6 პერსონაჟი ჰქონდა დაგეგმილი თავიდან და კასტინგზე ჩვენ ვნახეთ დებილონტები. ცალ-ცალკე. ესე იგი თამუნა ნიკოლაძე იყო სადღაც პირველ ათეულში,
რომ დავუშვათ მე 6-ე ან მე 7-ე და თათული ედიშერაშვილი იყო სადღაც 523 სიტყვაზე. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ესენი უნდა იყვნენ დები. და შემდეგ ჩვენ ამერიკელ კოლეგებს მოვთხოვეთ, რომ ჩვენ აი ორი პერსონაჟი გვინდა რომ დავამატოთ გამომდინარე კასტინგის შედეგებიდან. ბევრი შერჩევის შემდეგ ავირჩიეთ ეს ხალხი, ვინც დღეს სერიალშია. ნუ ყველა არა, ზოგიერთი მერე დაემატა, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაშინ ავირჩიეთ. სერიალში ძირითადი, ანუ მუდმივი მსახიობების გარდა პერიოდულად დამატებითი მსახიობებიც ჩნდებიან, რომელთა მოძიებაზეც ნინი კინწურაშვილი და მარიამ დინარაძე ზრუნავენ. ამჯერად ისინი ახალი სერიებისთვის სახინკლის ოფიციანტის როლზე საშუალო ასაკის მამაკაცს ეძებენ. ჩვენ ვეძებთ დამატებით მსახიობებს ამ ბაზის საშუალებით, ეს ამ ბაზაში შესულია ყველა ის მსახიობი, ვინც ზაფხულში ჩვენთან კასტინგზე იყო. როცა რეკავ მსახიობთან, პირველი კითხვა, რასაც გისმევენ, რამდენჯერ ხშირად იქნება სერიებში, ანუ მრავალჯერად იქნება თუ არა როლი და ნუ ამაზე ჩვენ წინასწარ პასუხი არასდროს არ გვაქვს. ბუშტი რო არის ლაშა, უნდა ყოფილიყო გვაჩოს სტომატოლოგი, ხო, ბაჩო ქაჯაია სტომატოლოგი და ერთჯერადი როლი უნდა ყოფილიყო. თუ გახსოვთ, ქეთევანს კბილით კივა და მიდის ლაშასთან და იპლომბავს კბილს. უკაცრავად ამოსაღები ხომ არ არის, არ ვიცი, მე ყველანაირად ვეცდები. მეც ყველანაირად ვეცდები, ხშირად შემოგიაროთ. ეს სცენა გამოვიდა იმდენად კაი და რაღაც მაყურებელსაც ისე მოეწონა, რომ სცენარისტმა გადაწყვიტეს, რომ დაეწერათ და დაეწერათ. ქეთევან ვერ გაიგე ხელს გვიშნი. აი, ხაია გავიდეს, ხარ გავიდეს. ჩემზე ამბობ. არ ველოდი, ნამდვილად, თუ მე ამ პროექტში ასე დიდხანს ვიქნებოდი და გავხდებოდი ერთ-ერთი მთავარი გმირი შუა ქალაქის. მქონდა რაღაც საცდელი პერიოდი ჩემი აქ ყოფნის, გაამართლებდა თუ არა ეს პერსონაჟი და მე მგონი გაამართლა ასე თუ ისე ჩემმა პერსონაჟმა და ამათი ოჯახი, ესე ვთქვათ, ქეთევანის და ლაშას ოჯახი შედგა. ლაშა! რა იყო ქეთევანი? თამარი მოიტაცეს? გილოცი? მოიცადე ლაშიკო, უნკანი გაფუჭდა ისევ. მოდი რა შეხედე რა, ეხლა ეს გვინდოდა ლაშა? უნკანი? ხო. ჩემი ვერსია ჯობდა რა. კარგი რა, მოდი და მე საერთოდ შევცვალოთ რა, მოდი. ოჩა კარზია მე. ლაშიკო, გამარჯობა. თამარი სახლშია? გასულია. პირველი სეზონი როცა დაიწყო, არ ვიცოდი კასტინგის შესახებ და აქედან გამომდინარე არც მოვსულ ვარ, მაგრამ ყოველთვის უყურებდი და ძალიან მომწონდა ეს სერიალი. და მეორეჯერ როცა გამოცხადდა კასტინგი, მოვედი და ძალიან მოხარული ვარ, რომ შევემატე ამ კოლექტივს და ახლა ვარ ამ სერიალში. ხო და კიდე კაი რა შენთან დავიწყე მუშაობა, თორე სახლში უაზრად ყოფნა აღარ შემეძლო. რა პრობლემაა? თან თავიდან დაგეხმარები ხოლმე. ხო, მადლობა, სალომე. ჯერჯერობით შენთან იმუშავებ, სანამ რამე გამოჩნდებოდეს და ამერიკული ფორმატის მიხედვით ბარი ძალიან მნიშვნელოვანია სერიალში. ამიტომ დადგა საჭიროება, რომ შეგვერჩია ოფიციანტი და ხანგრძლივი პროცესი გამოდგა. შევცვალეთ დაახლოებით მაგარ მახსოვს 7 თუ 8 მინტანი გამოცვალეთ და ბოლოს მივედით სალომემდე მივედით და სალომე გამოდგა ის პერსონაჟი, რომელიც გარდა იმისა, რომ აბსტრუებდა ბარში მინტანის ფუნქციას, მოვიფიქრეთ მისთვის სხვა ისტორიაც, რომელიც უიმედოდ შეყვარებულია სანდროზე. უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცისკაბარაზე. სიო არ დააქრის, ტყე არ ქრთება სასიხარულოდ. უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. გალაქტიონი. მერი. არის ძალიან პატარა როლები, ერთჯერადი როლები, რომლებზეც მსახიობებს არ ურეკავთ და ჩვენ შიდა რესურსს ვიყენებთ, ჩვენ თანამშრომლები. შემოვშვა? რა აცვია? შარვალი და ნაცრისფერი ზედა. შემოვიდეს. დარი კოორდინატორი ეკა, ესე იყო ეკას შემთხვევაში, ეკა არის ირაკლი ჩხეიძის დივანი არა, ეკთანი ნათია, რომელსაც დაუწერეს ძალიან პატარა როლი, ერთ სერიაში უნდა ყოფილიყო და ნათიამ იმდენად გაამართლა ეს როლი შეასრულა კარგად, რომ ეხა ნათიას აქვს ერთ-ერთი ძირითადი მსახიობია, ну შეიძლება ასეც ითქვას. ბილეთები გაყიდე? ირაკლი ქიმო, ტრავმატოლოგმა ერთი ბილეთი აიღო. თერაპევტმა ერთი ბილეთი აიღო. ყელყურცხვირმა 3 ბილეთი.
გამარტივი მსახიობების გარდა არის კიდევ ესეთი გამოცდილება მოწვეული ცნობილი სახეების მსახიობებად გამოყენება, ესეც ამერიკელებისგან ავიღეთ. ისინი ყოველ სეზონში თითო ცნობილ ადამიანს იყენებენ. ჩვენც მივბაძეთ ამ გამოცდილება ავიღეთ და კარგი გამოვიდა. მე პირველ სეზონში არავინ არ ყოლია, მეორე სეზონში ყავდა ირინა ონაშვილი. ნახეთ ვინ მოვიყვანე. ძალიან კარგი გამოვიდა ეს სერია ონაშვილის მონაწილეობით. ირინა თამაშობდა ამათ ჩვენი გმირების ძველ კლასელს, რომელსაც იხსენებდნენ, რომ სკოლაში რა დაბალი იყო, რა უშნო, როგორ დასწინოდა ყველა და სტუმრად რომ მოდიოდა, ეს კონტრასტი იყო, რომ ირინა ნახე რაღაც გაოგნებულები დეები და ყველანი უყურებდა. სოფო სოფო როგორ ხარ? ვერ გაკაცებ გაციებული. მესამე სეზონში ყავდა ავთო ცხვიტინიძე, რომელიც თამაშობდა ირაკლის ნათესავს სოფელში, სოფლელ ბიჩს. გამარჯობა ირაკლი. კარგად დამენახე, კაი არ გამოიარე. კარგად გამოიყურები, ხო იცი, შენ არ მიყვარს გამხდრები რო არის. ძალიან კარგი გამოვიდა ცნობილი ადამიანების გამოყენება. წინა გამოცდილებით ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ძალიან კარგი გამოვიდა მეორე სეზონის ირინას შემთხვევაშიც და ავთოს შემთხვევაშიც ორივე ძალიან კარგი იყო. ეგ ავიღოთ. აიგეთ ხალხო, მოდი. ავიღოთო ჩვენი ისინიო. სერიალში ექთანი ნათია, სინამდვილეში კი კოორდინატორი ეკა კიკვაძე წაკითხვის შემდეგ მსახიობებს სცენარს ურიგებს. სცენარი არის, წელი სცენარი. სორი ხალები მოხიხადა როგორ ავიღო ერთი წუთი. რეპეტიციამდე მსახიობები სცენებს კითხულობენ და საკუთარ ტექსტებს ინიშნავენ. ამ პროცესში ხშირად ხდება, რომ პროფესორი ირაკლი ჩხეიძე, სინამდვილეში კი ექიმი პროფესორი ოთარ ტატიშვილი თავის ნამდვილ პროფესიასაც ითავსებს და პაციენტების ზარებს პასუხობს. გრაფიკს ხვალ როგორ მექნება? ხო და ხვალ დილა თუ მექნება მე თავისუფალი, მაშინ მომიყვანეთ პირდაპირ. რა მე დაგირეკავთ თქვენ. ჯერ არ ვიცი ხვალ რეპეტიციების გრაფიკი როგორ მექნება. და ვისა რა ქვია, დაგირეკავთ და მომიყვანეთ პირდაპირ არამიანში. ჯერისხოს ჩხეიძეების სახლი და ბოლოს დავიტოვოთ ის დიდი სცენა. 4 შაბათამდე, ანუ სერიალის ჩაწერამდე 2 დღე რჩება. ამიტომ რეპეტიციების გრაფიკის სწორად შედგენას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ თითოეული წუთი გაწერილია. რეპეტიციაზე დაგვიანება კი სასტიკად იგრძალება. აბა, ვის უნდა გრაფიკები? აბა, გრაფიკი. ლევანდელი მარტო. ლევანდელი. სერიალი შუა ქალაქში დიდ პავილიონში იწერება. შესაბამისად, პავილიონშია განლაგებული ყველა ის დეკორაცია, სადაც მოქმედება მიმდინარეობს. ლონტებისა და ჩხეიძეების სახლი, სადარბაზო და ბარი სტატიკური, ანუ უცვლელი დეკორაციებია. ყველა სხვა დანარჩენი დეკორაცია, სადაც სხვადასხვა სცენა იდგმება, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ეწყობა. ერთ-ერთი ასეთი დეკორაციაა ირაკლის და მარიკას საძინებელი ოთახიც. მე რაცივი ფეხები გაქვს ირაკლი. ეს არის ეგრეთ წოდებული ირაკლის და მარიკას საწოლი ოთახი. შეგვიძლია შევიხედოთ შიგნით, სადაც არაფერი არ არის. ძალიან ბევრს გონია, რომ ეს არ არის პავილიონი და გონიათ, რომ ეს არის ნამდვილი. ბევრიც მეკითხება ნაცნობი მიხედავთ იმისა, რომ ასე თუ ისე უნდა იცოდეს, რომ ეს პავილიონია, მეკითხება, რომ ეს მარჯანიშვილზე რომ მოედანია, ეს ვიცი ვაკეში იმ სახლში იღებთ და ასე შემდეგ. ისე მეკითხები, რომ მაქვე მივახციეთ იმას, რომ დეკორაცია არის კარგი. ეს არის დათოს ოთახი, ალექსიძის. რომელიც მხოლოდ ეს ნაწილი ჩანს იმ შემთხვევაში, თუ მთლიან სახლს ვაჩვენებთ, მაგრამ ერთ სერიაში დაგვჭირდა შიგნით თვითონ ამ ოთახის ჩვენება, სადაც ნატა ყორშია და დათო იყვნენ. იყო ეგეთი სერია, როცა ნატა გადმოდის დათოსთან საცხოვრებლად და მაშინ დაგვჭირდა ჩვენ გვაქვს დამხმარე ადგილები, სადაც ვაწყობთ აი ესეთ ერთჯერად დეკორაციებს. იქ გავაკეთეთ დათოს ოთახი. აჰა, დღევანდელი გეგმაც შესრულებულია. ესეც 20 ლარი. ეს არის დამხმარე დეკორაციისთვის განკუთვნილი ადგილი, სადაც ცოტა ხნის წინ რომ ვახსენე ნატა ყორშიას და დათოს ოთახი იყო. მას მერე ბევრი ოთახი იყო აქ. ამჟამად არის თამარ ღლონტის რა ქვია,
სააგენტო პრებედინა, რომ ოთახი რომელიც იქირავა თამარ ღლონტმა. ოღონდ კიდე ერთი საიდუმლოა აქ. ამ ოთახის ქვეშ იმალება ოთარის კაბინეტი. ისა იმა პროფესორ ირაკლი ჩხეიძის კაბინეტი. ახლა აქ დეკორატორები ახალი დეკორაციის სასაწყობად მუშაობენ. დათოს საკლასო ოთახი სახინკლედ უნდა გადაკეთდეს. ამისთვის დეკორატორებს 2 დღე რჩებათ. დროის სიმცირის გამო დეკორაციის საწყობა რეპეტიციების პარალელურად მიმდინარეობს. ეს რეპეტიციის საწყისი ეტაპია. სანამ მსახიობები როლს გაითავისებენ, კიდევ ერთხელ ხდება საკუთარი ტექსტის რეჟისორთან ერთად წაკითხვა. არა ხო, ეს იგი ყველაფერი ამოყარი. აზრობთ ხო ადვილად დაიმახსოვრებ. ერთი იდეა რომ ირაკლის მან ხო არ გადმოვიდეს და მეორე ძალიან სამწუხარო აღარ უნდა, ნუ. ხო, ეს იყოს. ძალიან სამწუხარო დატოვე. ან კარგი მაშინ. ხო ხტები, ანუ რო დავაფიქსირო. რამდენად მოუხდება ამ მსახიობს ესა თუ ის ხუმრობა, ასე ვთქვათ, ეს თუ ის ტექსტი. ამის მორგება მიდის ზუსტად ამ წაკითხვის დროს. ანუ საბოლოო ვარიანტი სანამ არ იქნება მიღებული ტექსტის, მანდის ჩვენ დეკორაციაში მუშაობას არ ვიწყებთ. და ჩვენ როცა საბოლოო სახე მიეცემა სცენარს, რომ ეს უკვე ის არის, რაც უნდა იყოს, მე ვიწყებთ უკვე დეკორაციაში ამის დადგმას. დიახ, კი ბატონო, აქ მობძანდით, ეს ძალიან კარგი იდეა. ოღონდ ერთი პირობით. თევზი და არაყი. ლუდი, თევზი და არაყი. ეს ხო ლაპარაკობს და ის ბოტასი და ის წებო როდებს ის წებო აიღე და ათამაშე ხელში და შენ დაინახე რომ ის ხელში და თუ ეს რა არის ის რა და ისა წებო წამოიღე წებო ხო დეკორაციაში თითოეული სცენის დადგმის დროს სცენარი თანდათან უფრო იხვეწება რადგან რეჟისორი და მსახიობები ხშირად იმპროვიზაციებსაც ამატებენ ეს ლოთი მათეღა მაკლდა და ესეც მომეჩვია არ მინდა და არ შემოვა. არ მინდა, ხო, უკან მიაძახე, ხო ხტები? არ მინდა და არ შემოვა. აბა მიჩხარ ჯერ ერთ თვალით მოხდა. არ მინდა და არ შემოვა. შენ უცბად მიაყოლე ტექსტი რა. არ მინდა და არ შემოვა. შემოდი მეთქი გეუბნები. არ შემოვა. აქ ამაზონე წამოვხდე. ოჯახური დრამა. არ შემოვა. მიდი. როდესაც შენ იცი შენი გმირის ბიოგრაფია, ბრჭყალებში ასე დავარქვათ, იცი მისი ყველაფერი და აგებული გაქვს, ხო? ზუსტად იცი ის გმირი რა სიტუაციაში როგორ მოიქცევა და ამიტომ აქედან გამომდინარეა, თუნდაც აი ესეთი მოულოდნელი ჩემი შეფასება იქნება თუ რაღაცა იმპროვიზაცია ეს ისე ხდება, რომ ამაზე დიდი ფიქრი და მუშაობა არ გჭირდება. თავისით ხდება. ალბათ ვერავინ ვერ გეტყვის, რომ მკითხო როგორ თამაშობ, ამას როგორ აკეთებ. არ მინდა და არ შემოვა. შემოდი მე. რა ხდება? რა ხდება? ეგრევე. რა ხდება? მოიცა კიდე ერთ მაგარია. რა თქმა უნდა, რეპეტიციის დროს არის ხომ მსახიობის მხრიდან იმპროვიზაციაც. რომელსაც არ უზღუდავთ რა თქმა უნდა, ჯერ განვიხილავთ და ძალიან ხშირად ყოფილა რომ რჩება ეს სცენარში არ იყო და მსახიობის მიერ მოფიქრებული ესა თუ ის ხუმრობა, ესა თუ ის ქმედება, რომელიც კარგად ჩაჯდა ამ სცენარში, დაგვიტოვებია და ყოფილა სერიაში გასულა კიდევაც ეთერში. ახლა გავიხსენებ ერთ ესეთ დანამატს, რაც იყო მეორე სეზონზე. უბრალოდ მე არა თამუნას, არამედ ქეთევანზე მუშაობის დროს აი პროცესში მომთხოვა ეს უკვე გმირმა წამოიღო. მახსოვს დავამატეთ თვითქვა. ამას კიდევ მოყვა ესეთი დამატება, რასაც ქვია ტექსტის იქით კიდევ რაც ასე ვთქვათ მომიხდა ქეთევანს და მე თვითონ მოვიხდინე. ეს იყო რა ვიცი. მსახიობის მიერ მოფიქრებული ეს ტერმინები ძალიან პოპულარული გახდა. ალო. ეკა ბრძანდებით? ეკა გამარჯობა, მე გაწუხებთ ღამის შოუ სტუდიიდან სერიალ შუა ქალაქში. თქვენ დაგვირეკეთ ჩვენ დასწრებასთან დაკავშირებით, ხო? კოორდინატორი ხვალინდელი ჩაწერისთვის მაყურებელს იწვევს. ჩვენ გვაქვს სპეციალური ტელეფონის ნომერი, რომელიც მორბენალ სტრიქონა დაწერია სერიას გასვლის დროს. ამ ნომერზე შეუძლიათ დარეკოს ნებისმიერ მსურველს და დატოვოს შეტყობინება თავისი სახელით, გვარით, ასაკით და ტელეფონის ნომრით. შუა ქალაქზე გვინდა დასწრება 5 კაცს. მე ვარ თამუნა კოქშელიძე, 17 წლის. ჩაწერის წინა დღეებში მე ურეკავ ამ ხალხს და ვპატიჟებ ჩაწერაზე.
რეპეტიციებს 2 დღე, ორშაბათი და სამშაბათი ეთმობა. სათითაოდ იდგმება თითოეული სცენა. სამშაბათ საღამოს კი სცენები ერთიანდება და გენერალური რეპეტიცია იმართება, რომელსაც სტუდიის მთელი კოლექტივი, მათ შორის ოპერატორებიც ესწრებიან. შუა ქალაქზე მუშაობთ 5 ოპერატორი. სავალდებულო ყოველ სამშაბათს თითოეული ოპერატორი ესწრებოდეს რეპეტიციებს, რომ წინასწარ ვიცოდეთ რა ხდება ამა თუ ის სცენაში, სერიაში საერთოდ. იგივე მიზეზით ესწრება რეპეტიციებს ხმის ოპერატორიც. შუა ქალაქს ვიწერთ ერთი მიკროფონით, ბუმით და აუცილებელია, იმიტომ ჩემი სამშაბათს ყოფნა რეპეტიციაზე, რომ ზუსტად ვიცოდე ტექსტი, ანუ ვის მერე ვინ მოდის, რომელი მსახიობის მერე, რომელი მსახიობი, რომ ამ ბუმის მიმართულება მივცემ. გენერალური რეპეტიცია შუაღამემდე გრძელდება. დღეს მის წარმატებით ჩატარებას საფრთხე შეექმნა და ოთარ ტატიშვილს კიდევ ერთხელ მოუწია საკუთარი პროფესიის შეთავსება. ბაჩოს საშილად კი ვაყური. პირუს გავუყუჩებ და ხვალ დილას წავიყვან ადრე ყელყურის ექიმთან და ის გვეტყვის მე რამ კურდალობა უნდა ჩავატაროთ. რა ვქნათ? გაიწიეთ ახლა ყველა საქართველოს ყوار ნახავს. ნეს როგორ უკეთებ დედას ბუშს, არ ჩაიფუშოს. წადი. ჩვენი პრობლემა მოგვარებულია. ტკივილ გამაყუჩებელმა წამალმა კარგად და მალე იმოქმედა. ესე იგი, სიძე სტუდიაში. დედა ხო, მიდი, ხო უბასუხებ ეს რო. არა, ჯერ არა. ეხლა არის გენერალური რეპეტიცია. თუ რამე შენიშვნა იქნება. ან რაღაც შესაძლებელია ამ გამოსახსოვრებიდან სხვანაირად სათქმელი. ყველას უცებ გავარკვევთ, დავალაგებთ, შევუსწორებთ მსახიობებს და მე ხვალ იმედი არ შეეშლებათ. დეკორაციის სასაწყობად ყველაფერი მზად არის. სახინკლე უფრო რეალურს რომ გავდეს, თავდაპირველად დათოს საკლასო ოთახის იატაკი იცვლება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა წვრილმანს დეკორაციაში. თუნდაც აი იატაკს რაც შეეხება, მაგალითად რესტორანში ხე არის პარკეტიც და არის მეორე ფიცრული იატაკი, რომელიც იგივე ხე არის, ხო? მაგრამ მაინც რესტორანში თან სახინკლეს სადაც აგურია და ის არის იატაკი გამოვცვალეთ. მგონია რომ აი მაგას ვინში რო ეს მაყურებელს თვალში არ მოხდება, მაგრამ რეალურად მაინც ქმნის ეგ ნებისმიერი დეტალი. ვითომ აქედან არის. ანუ ვიხდი კედლის მხრიდან ვიღებთ. დირექტორი ბოლო დირექტივებს იძლევა. სამშაბათ საღამოს დეკორაცია მზად არის. ახლა მასში მხოლოდ რეკვიზიტები დარჩა განსათავსებელი. სერიალისთვის რეკვიზიტების მოძიებაზე მხატვარი და რეკვიზიტორი ერთად ზრუნავენ. თენგო არის ადამიანი, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი იცის ჩვენი რეკვიზიტების შესახებ. ნებისმიერი ნივთი, რაც მსახიობს უჭირავს სერიალის ცვლილობის დროს, ეს არის რეკვიზიტი. და ნუ რეკვიზიტები ნელ-ნელა 2 წელია ფაქტიურად ეს სერიალი მიმდინარეობს, ემატება რეკვიზიტების რაოდენობა და ინახება კულისებში გარკვეულ ადგილას. აი, ეს არის ქეთევანის სურათი. ასევე გვინდა ბურთი სად არის? აგერ არის ბურთი. ეს ორი რეკვიზიტი გვაქვს. ანუ სხვადასხვა სერიაში გვაქვს სხვადასხვა რეკვიზიტები. ეხლა ამ წუთას მაგალითად მე ვაკეთებ კონიაკს. მსახიობები რომ არ დათვრენ, შესაბამისად ვასხავ ლიმონადს ბოთლებში. აგერ გვაქვს ერთი კიდე ცნობილი რეკვიზიტი, საკმაოდ, სადაც ირაკლი ჩხეიძე მოვათავსეთ შიგნით ამ ყუთში. მარიკას ეგონა რომ გასქურა იყო, მაგრამ აღმოჩნდა რომ არის შიგნით ზის ირაკლი და საკმაოდ ესეთი იყო. ეფექტური რეკვიზიტი გამოდგა. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია დარბაზში. 1 2 და 3 იმაზე წავა ეს გასაცმელი წავა ამაზე? კი, გასაცმელი წავა. ნამდვილად წავა. მსახიობების ჩაცმულობის საკითხიც სამშაბათ საღამოს წყდება. всё. ეს მისი მეორე სერია. კი. რაც შეეხება მსახიობების ჩაცმულობას, დროთა განმავლობაში ისე შევესიცხორცეთ ერთმანეთს, რომ ახლა ფაქტიურად მსახიობი არც მჭირდება, ისე მომაქვს ამათვის უკვე პავილიონში იზომებენ და ნუ ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა ზომაც კარგად აქვს და ისედაც ყვაყოფილები რჩებიან.
სამშაბათ საღამოს ზუსტდება ბოლო ტექნიკური დეტალებიც. ჩაწერამდე ერთი დღით ადრე ამონტაჟებთ აი ხმის მიკროფონებს, რომელიც არის ტრიბუნებზე, სადაც ხალხი ზის, მათ ზევით კიდია 8 მიკროფონი. ეგ არის. და ეს არის იმისთვის, რომ შუა ქალაქში არ არის დამონტაჟებული სიცილები და არ არის ტაშები, ყველაფერი არის ბუნები. ხვალისთვის, ანუ ოთხშაბათისთვის სერიალის ჩასაწერად ყველაფერი მზად არის.